საქართველოს უნდა გააჩნდეს მექანიზმი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების თხოვნით შეძლოს გამონაკლისის დაშვება და სწორედ ამ მექანიზმის შემუშავებაზეა საუბარი, განმარტავს ვოლსკი, თუმცა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმებას გამორიცხავს. მისი თქმით, საუბარი კანონის გაუქმებაზე არარეალურია და წინაპირობებიც არ გააჩნია. როგორც იცით, ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ ინტენსიური იყო მომართვები დელეგაციების ხელმძღვანელებისაგან, ჩვენი მეგობარი ქვეყნების, პარტნიორების, საპარლამენტო ასამბლეის სამდევნოსაგან, გენერალური მდევნისაგან, რომ საშუალება მიგვეცა იმ დიდ ფორუმზე, რომელიც თბილისში ტარდება, რუსეთის დელეგაციისთვის, რათა მიიღონ შეუფერხებელი მონაწილეობა. შესაძლოა დასაშვებია, რომ ამ დელეგაციაში იყოს ადამიანი, რომელსაც ადრე დარღვეული აქვს კანონი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თაობაზე. ანუ ნამყოფია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან სოხუმში, ან ცხინვალში. კანონპროექტის ინიცირება, ვთქვათ, გარკვეული ცვლილებებთან დაკავშირებით, რომ თუ კი საქართველოს ინტერესებში შედის და არის საერთაშორისო ინტერესები, ამავე დროს დასაშვებად იქნეს მიჩნეული, რომ გამონაკლისის თაობაზე მთავრობა მიიღოს გადაწყვეტილება. შესაძლოა ესეთი ცვლილება გახდეს კანონში საჭირო და აუცილებელი.